გამარჯობათ, შემოგავწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რისი თქმა სურს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთვის. წარმოიდგინეთ ვიზუალურად თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი გულში და დავწყვით. ვინ არის თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ? ეს არის ძალიან ემოციური ადამიანი, გულთბილი, მას აქვს ნიჭი, ინტუიციის, რაღაც ემპათიის, შეუძლია იგრძნოს სხვა ადამიანის, ასე ვთქვათ, ტკივილი. დაახლოებით ამ სტილის ადამიანია ძვირფასება. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გამოირჩევით შრომის მოყვარეობით, შეიძლება ითქვას ინიციატივით. თქვენ გაქვთ ყოველთვის მიზანი ცხოვრებაში და ამ მიზნისკენ მიდიხართ, ასე ვთქვათ, უშიშრად. ასეთი ხართ თქვენ. ვისთანაც ემთხვევა ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. ვისთანაც სრულიად სხვაგვარი სიტუაცია და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ხასიათების ხართ, უпростоრად სრულიად განსხვავებული ხასიათის, ვიდრე მე აღწერე, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ასეც ხდება და ბუნებრივია, რომ ყველასთან ვერ იქნება, ასე ვთქვათ, ყველა ვიდეო რეზონირებული. კარგით. რა ხდება თქვენთან ახლა? ესე იგი, რა ხდება ახლა თქვენთან? თქვენი სიყვარული იზრდება, თქვენი სიყვარული თქვენს შორის არის სხვაობა, რაც შეიძლება იყოს დაუშვათ სხვადასხვა ქვეყნებში, შეიძლება ამ მომენტში იმყოფებით, ან თქვენს შორის არის რაღაც განსხვავება, შეიძლება იყოს ასაკი, ეროვნება, მრწამსი და ასე შემდეგ. თუმცა გაერთიანებთ გრძნობა, გაერთიანებთ სიყვარული, რომელიც იზრდება და ასე ვთქვათ, ნელა-ნელა იღებს დასრულებულ სახეს, რაც არის სრულყოფილება. აი, ეს ხდება ახლა თქვენს შორის. კარგით, რისი თქმა სურს თქვენს ადამიანს თქვენთვის დღეს? ესე იგი, მას სურს სიძნელეების გადალახვა, მას სურს, რომ აღარ ინერვიულოს, აღარ, ასე ვთქვათ, იდარდოს. რატომ? იმიტომ, რომ მან გაერკვია თავის ემოციებში. ამიტომ მხოლოდ დადებითი ემოციების მიღება სურს თქვენგან და თქვენი ნახვა სურს, მას სურს მოსვლა, გზა სურს თქვენთან. კიდევ რისი თქმა სურს? მას სურს იზრუნოს თქვენზე, მას სურს იაქტიუროს, აქტიურად შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. კიდევ მას სურს, რომ მთლიანად აკონტროლოს სიტუაცია, მას ჯერა, რომ ამას მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია აქ იყოს რაღაც ეჭვები. და ეჭვიანობაც კი. მიუხედავად ამისა, მას ჯერა, რომ გამარჯვებული იქნება, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობაში. კიდევ რის თქმა სურს? ის მზად არის ყოველგვარი საფრთხე გადალახოს. ესე გეცეთ როგორ არის
ამ მომენტში ის არ გრძნობს თავს გამარჯვებულად, ამ მომენტში პირიქით ის არის დამარცხებული თითქოს, გრძნობაში. გრძნობამ დაამარცხა, რაღაც ასე თვლის და დაიმონა. მონა საკუთარი გრძნობის. დაემორჩილა ის თავის გრძნობას. თუმცა მას წინსვლა სურს, მოლოდინები აქვს, რომ სურვილებს აისრულებს და იდეებს განახორციელებს, რა იდეებიც მას აქვს. მოდი ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით კონკრეტულად რა იდეები აქვს მას. ესე იგი, მას მიაჩნია, რომ თუ კი ვინმე არის მისი კონკურენტი, თუ კი ვინმე იბრძვის, ასე ვთქვათ, თქვენი გულის მოსაგებად, ის ყველას დაამარცხებს. ყველა ოპონენტთან იქნება ის წარმატებული, ასე ვთქვათ. და ესენი არ არიან მხოლოდ ისეთი ხალხი, ვინც დაუშვათ გზაზე ეღობება თქვენთან ურთიერთობაში. შეიძლება იყვნენ მისი ახლობლები, ნათესავები, მეგობრები და რაღაც თავის რჩევებს იძლეოდნენ, დაუშვათ რაღაც რჩევებს, მისი აზრით ის ამ ხალხს მოელაპარაკება, ასე ვთქვათ, და სიძნელეებს გადალახავს და მიაღწევს წარმატებას. კარგით, რისიც მას სურს კიდევ. რაღაცას ძალიან ნანობს, რაც არის მისთვის დანაკარგი, ასე ვთქვათ, რომელსაც იცის, რომ ახლა აზრი არ აქვს. ამ სინანულს ამ მომენტში აზრი არ აქვს, მან ეს იცის. თუმცა ნანობს იმას, რომ ამ მომენტში ის არის უსიყვარულოდ. მის თავს აბრალებს, ესე იგი, პარტნიორის გარეშეა თითქოს, მინდოდა მეკითხა, ნახოთ მეთქი, რომ ერთად ხართ თუ არა, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ რომ ყველას გაქვთ ინდივიდუალური სიტუაცია. კარგით, რისი თქმა სურს კიდევ განვაგრძოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთვის. ესე იგი, ის მოთმინებით, ასე ვთქვათ, ცდილობს მოთმინებით მოითმინოს თქვენი ადამიანი ცდილობს და დააბალანსოს, ასე ვთქვათ, თქვენთან ურთიერთობა. ესე იგი, რადგან მოთმინებაზე ფიქრობს, სავარაუდოდ არის რაღაც, სადაც აჩქარება არ არის საჭირო მისი აზრით. იმიტომ რომ დროის საკითხია, დროის ამბავია რაღაც და ის ამას იაზრებს, ასე ვთქვათ. ის თulis, რომ თქვენ ბრწყინვალე კავშირი გაქვთ ერთმანეთთან და ახლა მომგებიანი კომბინაცია არის მოთმინება. და ის გრძნობს რაღაც ინტუიციურ დონეზე გრძნობს, რომ თქვენ ერთმანეთთან კავშირი გაქვთ. ამიტომ მას ეს თქვენი ენერგია, რასაც აძლევთ, როდესაც მასზე ფიქრობთ, იმდენად ავსებს, რომ ამ მომენტში თulis, რომ მისთვის ეს საკმარისია. კიდევ რას ფიქრობს? ესე იგი, ის ფიქრობს, რომ თქვენ შეგექნათ კომფორტი. აქ ძირითადად არის ფინანსები, ძირითადად არის საჩუქრები და მას აქვს უდიდესი სურვილი, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, გაგანებივროთ ფინანსურად. და ზე ამოვიდა ბოლოს სერფასება, ნახეთ, ის თulis, რომ თქვენ ხართ მისი ადამიანი, მისი სიყვარული და თქვენთან მას ელის ბედნიერება.
ამას თვლის თვით.